ვთავაზობთ ვიდეოს galaktikuri ისტორია, galaktikis ისტორია გადმოცემული ადამიანები ვები და ადამიანები ფრინველები. მათგან ჯელაილ სტარზე, რომელიც სტუმრად იმყოფება მაიკ სალასთან, მაიკ სალა შოუზე, მე ვერ ჩავედიე დროში, მეხსენება არ იყო ჩემ ტელეფონს და ამიტომ ეს ვიდეო გავყავი ორ ნაწილად, რადგან მიდოდა ეს ორი ნაწილით გაგეგოთ თქვენ, თუ რაზეა საუბარი. ხო და მე შედარებებს ვაკეთებ ბორევის წიგნთან, ხომ მეტი ჰუმანოიდური ცივილიზაციების ისტორიებთან. ახლა გითავაზობ მეორე ნაწილს. როგორც გითხარით, ენკი და ელე არიან ნახევრად ძმები, ეს ბორევსაც თავს განხილული იმ წიგნში. ენკი იყო მამით მიწიერი, დედამიწელი, დედით დრაკონიელი პრინცესა, შვილი. ენლიკი იყო რეპტილოიდული რასის წარმომადგენელი და ენლი იყო უფრო ჰქონდა მისაფება ხალისუფლების მიმართ, ენკის კი უნდოდა თავის საყვარელი საქმით დაკავებული იყო მთელი ცხოვრება, ის იყო მშვენიერი გენეტიკოსი, მაგრამ მას აგრეთვე არ უყვარდა რომ ვინმე უფროსობას იჩენდა მის მიმართ, უყვარდა თავისუფლება. ენკი იყო პირველი შვილი, მაგრამ მიწიერ ანუს ენკის მამას დაებადა მეორე შვილი, ქალიშვილი, ის იყო ნახევარ და მის დას ჰქონდა მეტი უპირატესობა, რადგან იყო პირველი შვილი. მიწიერი ქალისგან. მამა ყავდა მიწიერი, პირველი თოли მამის იყო მიწიერი, დედამიწელი უფრო სწორად. ენკის ყვარებია ალკოჰოლი, ყვარებია ლუდი და თავის ლაბორატორიაში ხშირად სვამდა თურმე. ენკის ჰქონდა ერთი თვისება, თუ რამის გაკეთება სურდა, თავის ძმას ასლს არ იკითხებოდა. მე ვიცოდი, რომ ნიბირუზე არსებობდა შენარევი ადამიანებს და რეპტილიებს, უფრო სწორად ადამიანების და რეპტილიების ნარევი ჰიბრიდები. ამაზე საუბრობს ბორევიც მის წიგნში. ნიბირუზე ცხოვრობდნენ აგრეთვე კატისებური რეპტილიები. როგორც დღეს დედამიწაზე არიან ნახევრად აზიატები, ნახევრად კავკასიელები, ნახევრად აფრიკელები, ნახევრად ინდოელები, უფრო სწორად მაპატიეთ, ინდიელები, ძირი აბორიგენები ამერიკისა. აგრეთვე ნიბირუზე არის ყველანაირი ნარევი. მაიკ სალა ეუბნება ამ ჯელილს, ამ სმარტს, ქალბატონ სმარტს, თქვენ წიგნში დაწერეთ, რომ ჩვენ ვართ გერილები თუ რაღაც თქვა. ფრინველები ადამიანებიც არიან, ადამიანების განშტოებაო, ეკითხება მაიკ სალა. ესე იგი, ადამიანების შექმნაში ისინი თამაშობდნენ თავის როლსო. ჯელაია სტარმა დაუმოწმა, დიახო. ამას დააკვირდით. ჯელაია სტარი ამბობს, რომ ჩემი გაგებითო, იქ ნიბირუზე იყო ორი რასა. იყვნენ გვამების ჭამელები, ადამიანები ფრინველები და ადამიანები კატები. და როგორც სხვა რასები, ისინი რაღაც მომენტში შექმნიან შილობილ რასას. გვამის ჭამელებმა შექმნესო დრაკონები, კატების მაგვარებმა კი შექმნესო ადამიანები. ადამიანები ყველაზე ახალგაზრდაო 4 რასიდანო. ყოველ მათგანს გვამის ჭამელებს
ადამიან ფრინველებს კატებს და რეპტილოიდებს შორისო რეპტილიების ჯგუფს ჰქონდათო ერთიგივე დირექტივა, რომელიც იყო მიზეზი მათი არსებობისა და ადამიანები და კატებს ჰქონდათ სხვა ამოცანა. კატისებურ რასას უთხრეს, სადაც არ უნდა წახვიდეთო თქვენ, რომელ სამყაროშიც არ უნდა წახვიდეთო, სადაც კი არ უნდა წახვიდეთო გამოსაკვლევათო, თუ შეხვდათო სხვა სახეობაო, თქვენი სამუშაო შედგება იმაშიო, იცხოვროთო იმ სხვა სახეობასთან ჰარმონიაშიო. თქვენ ისინი არ უნდა გაანადგუროთო. თქვენ უბრალოდ უნდა ისწავლოთო სხვა სახეობასთან ჰარმონიაში ცხოვრებაო. გვამისჭამელებს და რეპტილოიდებს უთხრეს, რომ თქვენი სამუშაო შედგება იმაშიო, რომ დაიცვათ პლანეტების ბიოსფერო, ხარი დაუჭიროთო, თქვენ უნდა იყოთო ამ გვამისჭამელებს და რეპტილოიდებს უთხრეს, თქვენ უნდა იყოთო მატერიის მხარდამჭერიო, ესე იგი უნდა დაიცვათო ის მატერია მთლიანობაში და პლანეტას რამე რომ დაემართოსო, თქვენ ამის გამო დაგაკისრებენო პასუხისგებლობას. ხო, მაგალითად დედამიწაზე არის პოლიცია, არის ხარდაჭერები ბუნების და ასე შემდეგ. და სანამ ორივე მხარეს ესმის ეს, მე ვგულისხმობ გვამისჭამელებს და რეპტილოიდებს, ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს და კიდევ ერთი დავალება, რომელიც მისცეს პოლიცია, შედგებოდა იმაში, ესე იგი პოლიცია ყოლიათ იმ გვამისჭამელებსაც, დრაკონიელებსაც და მათ მისცენ დავალება, თუ შეხვდებითო სხვანაირ სახეობას პლანეტაზე, თქვენ გექნებათო რამდენიმე ვარიანტი იმისა, რომლებიც დაგეხმარებინო თქვენ ამ საქმის შესრულებაში. ხო, და ესე იგი რამდენიმე ვარიანტი გექნებათო, რომ გაუმკლავდეთო და ნახავენო თუ თქვენ როგორ გაუმკლავდებითო ამ სხვა ნაირსახეობას. თუ ისინი არ ახდენდნო ნეგატიურ გავლენას პლანეტაზე, შეგიძლიათო მათ დაანებოთო თავი. თქვენ უნდა დაანებოთო მათ თავი. მაგრამ თუ ისინი რაღაცნაირად პარაზიტირებას ახდენენო პლანეტაზე, ესე იგი არიანო პარაზიტები პლანეტის ხარჯზე, ზიანს აყენებენო პლანეტას და ამით საფრთხეში აგდებენო პლანეტის სიცოცხლეს, ყოფას, პლანეტის ყოფნას, თქვენ შეგიძლიათო ან დაიმონოთო ისინი, ან გაანადგუროთო ისინი. ეს თქვენი არჩევანი არისო. მაიკ სალა ეუბნება პასუხობს ჯეილავ სმარტის, ქალბატონ ჯეილავ სმარტის, ახლა გასაგებიაო, თუ რატო ქონდაო კაცობრიობას ასეთი რთული ისტორიაო. ხო, და რატომ ქონდათ რეპტილოიდებს ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ადამიანები გაიშვერენო თითს რეპტილებისგან და იტყვიანო, რომ რეპტილები არიანო ბოროტება დედამიწაზე. როგორც ამაზე ამბობსო დევიდ აიკი. დევიდ აიკი, დავამატებენ, რომ დევიდ აიკი ნეგატიურად დრაკონიელების და რეპტილების მიმართ განწყობილი და თulis რომ ისინი არიან ბოროტება დედამიწაზე, მხოლოდ ბოროტება. მაგრამ თქვენ გაქვთ ამტკიცებულება იმისი, რომ ლაპარაკობთ, რომ კაცობრიობა უდრის ვირუს დედამიწაზე. იგი კაცობრიობა არისო ვირუსი დედამიწისთვისო. კაცობრიობა გამოვიდა კონტროლიდან. ესე იგი კაცობრიობას ვერ აკონტროლებენ. გამოდის. ამას ამბობს მაიკ სალა. ადამიანები ზედმეტად მრავლდებიან, ამბობს მაიკ სალა. და შთანთქავთ გარემოს ვკლად სხვა სახეობებს და რაღაც საკითხებში სრულად გამოვედით კონტროლიდან. და რაღაც აზრით აქ არის ეს კონფლიქტი და როგორც თქვენ თქვითო, აქ დედამიწაზე უნდა მოიძებნოს ბალანსი, უნდა დამყარდეს ბალანსი და ჰარმონია. და რამდენად ვართო ჩვენ შორს იმისგან, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს ბალანსი, დავადგინოთ ეს ბალანსი.
ეუბნება მაიკ სალა სტუმარს. მე ამის შესახებ ამბობს ჯელაილა სტარი მითხრესო კიდევ 2018 წელსო. როგორც ჩვენ ყველაფერი დავამთავრეთ, დავიწყეთ ეს ბოლო მისია. ჩემი მეორე მისიაო აქ შედგებოდაო იმაში, არ თქვა რაში შედგებოდა, მხოლოდ ის თქვა რომ ეს ძალიან რთული გასაკეთებელიაო, რთული საშრომიაო. მაიკ სალა ეუბნება, კარგი, ჩვენ პლანეტაზე ვართოს 8 მილიარდი. ჩვენ ხედავთ რომ ოკეანეები ესე იგი იღუპებაო, ხდებაო კატაკლიზმებიო, რაშია საქმე, რაში მდებარეობსო ამ მისიის შედეგიო. ხომ არ მოხდებაო ამ ზედმეტი ევოლუციის ტრანსპორტირება სხვა ვარსკვლავებზეო და კოლონიზირება გავუკეთოთო სხვა სამყაროებსო. ასე მოხდებაო? ეკითხება მაიკ სალა. ჯელაია სმითი პასუხობს. ყველაფერი იმასეაო დამოკიდებული თუ თქვენ როგორ უყურებთო მოსახლეობას. ეს პლანეტა ვერ შეძლებსო, გაუმკლავდესო 8 მილიარდზე მეტ მოსახლეობასო. მაგრამ თუ შეხედავო იმ სივრცეს, რამდენი რა მასშტაბით უკავიაო მოსახლეობას, ეს მთლიანად პლანეტა არ არისო, პლანეტას უფრო მეტი ადგილები აქვსო. აქვს უბრალოდ მე გეუბნებით და კიდევ მინდა გითხრათ, ამბობენ ხო 8 მილიარდამდე ავიდაო მოსახლეობა, მაგრამ ტყუილია. 8 მილიარდი მოსახლეობა ადამიანების არ არსებობს. უბრალოდ აქ დედამიწაზე ადამიანების გარდა ბინადრობენ უცხო პლანეტელებიც. დედამიწის ქვეშ, დედამიწის ზედაპირზე. და არის ისეთი მიუვალი ადგილები, სადაც უბრალო ადამიანი ვერ მივა, მაგრამ იქაც არის რაღაც სიცოცხლე. მარტო ადამიანის ფორმით ხომ არ არის სიცოცხლე და მე გეუბნებით რომ ჩვენ ადამიანები არ ვართ დიდი რაოდენობა. უბრალოდ ჩვენთან ერთად ბინადრობენ სხვებიც, რომლებიც ჩვენთან ერთად შთანთქავენ დასაკვირველია დედამიწის რესურსებს. მაგრამ ჩვენ გვახოცავენ ხელს. ახლა კი გავაგრძელოთ. და ჩვენ ადამიანებიო, რომ ესე იგი ნაკლები სივრცე გვიყვავიაო, მაგრამ დედამიწის სივრცე ხო დიდი უფრო მეტიაო, ჩვენ ამაში პრობლემას არ ხედავთო. აგრეთვე არის მეორე მომენტიო, არსებობსო ტექნოლოგიები ოკეანის გასაწმენდად. არსებობს ტექნოლოგიები ჰაერის ატმოსფეროს გასაწმენდად. უბრალოდ ჯერ ეს ტექნოლოგიები არაა გამოშვებული. ხო, მაგათმა ეს დამალეს მოსახლეობისაგან. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს პლანეტა. რეპტილიები ცდილობდნენ ამ პლანეტის დათრევას. რადგან ჩვენ მათ ვაჩვენებთ რეპტილოიდებს და დრაკონიელებს, რომ ჩვენ ვართ უპასუხისმგებლო რასა, როგორც მოზარდები. მოზარდებიც ხომ უპასუხისმგებლო არიან. და გალაქტიკების თვალსაზრისით ჩვენ ვართ ახალგაზრდა რასა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ჩვენ გვაქვს რაღაც რაც უდრის არაადეკვატურობას. რეპტილოიდების თვისება არის ის, რომ ისინი არ იცვლებიან. ისინი მტკიცები არიან, სანამ ეს აძლევს მათ საშუალებას იყვნენ ბოლომდე მტკიცეები და იმისთვის რომ ისინი შეიცვალონ, მათ სჭირდებათ მილიონი წლები შესაძლებლად. ამიტომ ისინი არიან ყველაზე ნაყოფიერი და ყველაზე ძლიერი ცივილიზაცია სამყაროში. თქვენ ადამიანებს არ შეგვიძლია რეპტილიას ასიმილირება გაუკეთოთ. ესე იგი, ჩვენში ორი რასა ხო ხანდახან ერება ერთმანეთში და საერთო შთამომავლობას ქმნის და ადამიან და რეპტილიას ამის გაკეთება არ შეუძლია. თქვენ ვერასდროს ვერ გაუკეთებთ ასიმილაციას რეპტილიებს, დრაკონიელებს. ეს უბრალო ეს ადვილი არ არისო. ისინი ხრტეების მაგვარი არიანო და თქვენ ხრტეს ასიმილირებას ვერ გაუკეთებთო. თქვენ შეგიძლიათო ხრტე ჩამოაგრიოთო, მაგრამ ასიმილირებას მაინც ვერ გაუკეთებთო. ჩვენ როგორც ადამიანები
ხანდახან დამყოლი ვართო. ჩვენი ასიმილირება ადვილიაო, ესე იგი სხვა ნაციებში, ერებში გარევა და ზოგჯერ ერთი ერი იმდენად ასიმილირდება სხვა ერთან, რომ თავს კარგავს. ჩვენი მოტყუება ადვილიაო და რა არის ჩვენში ისეთი, რომ ჩვენ ასეთებად ხდებით. ესე იგი ადვილად რომ გვატყუებენ. ჩვენ გვაქვს ასეთი ნივთი, ასეთი რაღაცა, რაც ემოცია. და სადაც ჩვენ არ ვისწავლითო ჩვენი ემოციების გაკონტროლებას და ჩვენი ემოციების ასე ვთქვათ ურავნავესად გათანაბრებას ჩვენი ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ხოლმე არაადეკვატურები და როდესაც ჩვენ ვართ არაადეკვატურები, ჩვენ ვახდენთ არაადეკვატური მოქმედებას და ვანგრეთ ყველაფერს ჩვენ გარშემო. ჩვენ უნდა ავიყვანოთ ხელში ჩვენი თავი და გავხდეთ მოზარდები უკვე, მზარდი ადამიანები. არა მოზარდები, არამედ მზარდი ადამიანები, ჩამოყალიბებული ადამიანები და უნდა მოვიქცეთ ჩამოყალიბებული ადამიანები და უნდა ვისწავლოთ ჩვენ პრობლემებს, უნდა ვისწავლოთ ჩვენი პრობლემების გადალახვა, ჩვენი პრობლემების გადაჭრა. თუნდაც ჩვენ ავღელვდეთ, გამნერვიულდეთ, ჩვენ არ უნდა უპასუხოთ სიბრაზით, ჩვენ უნდა დავშვიდეთ. ხო, და ამ ეტაპზე დრაკონიელები და რეპტილიები ვერ დაიმყრობინოთ ჩვენ პლანეტას, რადგან ჩვენ ვადგავართო გამოსწორების გზას და ჩვენ დავიმსახურეთო ჩვენი ცხოვრება. და ამ დრომდე მათ უკავიათ ხელისუფლება, აქ იგულისხმება სიღრმისეული ხელისუფლება კაბალა, რომელიც მართავს დედამიწას და ეს თუმარი ეს ხალი ამბობს ქალბატონი, რომ ეს ხელისუფლება ჩვენ თვითონ ჩავუგდეთ მათ ხელში. მაიქ სალა ეუბნება ჯელაელ სტარს, რომ თქვენ ამბობთო, რომ კაცობრიობა ფლობსო იმ მოძრავი ლოგიკით და ცდილობსო გამოძვრესო, ესე ვთქვათ, ამ სიტუაციიდანო. თქვენ ამბობდითო ადამიანის ღვთაებრივ დანიშნულებაზეო. გავხდეთ galaktikuri სამშვიდობო სახურები. და ალექს კოლიერი ამბობდა ბატალაზე, ანდრომედიანელებიც ამბობდნენ ამდაგვარ რაღაცაზე და ეს მართლა ის არისო, რომ როგორც შეგვიძლია ჩვენ გავხდეთ როგორც სახეობა და ჩვენ შეგვიძლიათო ამ გზით წასვლა პოლარული ინტეგრაციის გზით. ჯელაილა სტარი პასუხობს, რომ შეგვიძლია, რადგან ჩვენ გვაქვს რაღაცა, რაც ამიხსენს მე ძველმა უხუცესებმა, ჩვენ ვართ ოქროს შვილები, ჩვენ გვაქვს დნმ-ის კოდების მთელი ბიბლიოთეკა. ჩვენ ვართ ბოლო ქმნილება, ჩვენ გვაქვს როგორც ლოგიკა, ასევე ემოციები, ჩვენ გვაქვს 64 ნეიროტრანსფორმერები ჩვენ სენსორულ ნეირონებში, ჩვენ გულში, ჩვენ მაღალ გულში, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიურთიერთობოთ ჩვენ აპომორფულ ველთან, ჩვენ გარშემო და ზუსტად მასე ჩვენ ვქნით რეალობას. რეპტილიებს ეს არ აქვთ ეს თვისება, არც დრაკონიელებს, არც რეპტილიებს. მათ არ აქვთ ემოციების ამხელა დონე, მათ აქვთ მხოლოდ თეთრი, შავი და რუხი. ჩვენ კი ცისარტყელის ყველაფერები გვაქვს. ასე რომ ჩვენ მარტო შავი, თეთრი და რუხი ფერები არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა ეს ფერები. ჩვენ შეგვიძლია შექმნათ ყველაფერი, რადგან ჩვენ გვაქვს ეს სასწაული შიდა ტექნოლოგია. მათ ეს არ აქვთ, მათ უწევთ გამოიყენოთ პროპაგანდა, რომ დაგვაპროგრამირონ ჩვენ იმის შექმნაზე, რაც მათ ჭირდებათ და
იმაზე თუ რისი შექმნა ჩვენ შექმნათ ის რაც მათ უნდათ და ეს ყველაფერი დამტკიცებული იყო ესე იგი კვანტური სამედიცინო მეცნიერებით ჩვენ გვაქვს ეს სასწაული უნარი და ჩვენ შეგვიძლია ამას ყველაფერს მივახციოთ თუ მივახცევთ როგორ გითხრათ საჭირო მომწიფებამდე თუ ჩვენ მომწიფდებით ამისთვის და ეს ყველაფერი იყო იმ გეგმის ნაწილი რომელიც ჩვენ დაგვეხმარება გადავიდეთ დიდობაში ისე ჩამოყალიბდეთ დიდებად სადაც ჩვენ შეძლებთ დავაბრუნოთ ჩვენი პლანეტა და თან არ დავანგრიოთ ის და ვისწავლოთ შეხმატკილებულად ვიცხოვროთ ერთმანეთში და არ გავანადგუროთ ამავე დროს მეორე მხარე უბრალოდ წავართვათ მათ ხელისუფლება არა власть ხო ხელისუფლება ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთო მათ ჩამოვართვათ ძალა და ხელისუფლება და მივატოვოთ ჩვენი შვილების ჭამა დიახ არ გაგიკვირდეთ ჭამე ეს იქნებოდა კარგი მე არ უნდა მეთქვა ეს როდესაც ჩვენ მოვიგებთ და ისინიც მოიგებენ რადგან თუ ჩვენ მოვიგეთ მათ არ მოუწევთ საკუთარი თავის ანიგილაცია რადგან ვერ შეასრულეს დავალება მისია დედამიწასთან დაცვასთან დაკავშირებით ხო ეხლა ისეთი სიტუაცია რომ მათ აცხადებენ ბოროტებად მაგრამ დააკვირდით ადამიანებსო რით განსხვავდებიანო ადამიანები მათგან მაგალითად ჩვენ ადამიანები როგორ ვექცევით ცხოველებს როგორც ადამიანებს ექცევიან დრაკონიელები და რეპტილიები ისე ვექცევით ჩვენ ცხოველებს რომელიც ჩვენ გვერდით ბინადრობენ ჩვენ უნდა გავიზარდოთ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე და ვისწავლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ მეორე ხრის დანახვა მაგალითად მედალის მხოლოდ ერთ მხარეს კი არ უნდა ვუყურებდეთ მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ ეს არ ნიშნავს რომ ისინი სრულად განადგურდებიან უბრალოდ მათ არ მიცემენ საშუალებას ძველებურად მოგვეცნენ ჩვენი მხრიდანაც საჭიროა რაღაც ცვლილებების შემოტანა ჩვენც უნდა გამოვსწორდეთ როგორიაო დროითი ხაზები რომლებიც ხანერი უნდა ყოფილიყვნენო ეკითხება მაიკ სალა თურმე ეს ქალბატონი რაღაც პერიოდი იყო მიწყნარებული არ მონაწილეობდა თავს არაჩვენებდა ხალხს ღიად ახლა დაბრუნდა ახალი დაბრუნებულია თურმე საზოგადოებაში კი არა ნუ ახლა დაბრუნდა და აგრძელებს თავის საქმიანობას სტუმარი უპასუხობს რომ ჩემი მისია დამთავრდა 2006 წელს მაგრამ მე დრო დამჭირდაო რომ მეორე წიგნი დამეწერაო მაგრამ ჩვენ დროის მიხედვით ვართ მოსულები ადრე რომ ჩავტირთოთ ის შაბლონი და კონსტრუქცია რისი შექმნას და რა მოვლენების ჩატარებას ვაპირებთო თუ ესე იგი იმისიო რაც უნდა მოხდესო მომავალში და როდესაც ეს მოხდებაო ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ამას შევხედოთო ინტეგრირებული თვალსაზრისით და რეაგირება გავუკეთოთო ამას უფრო ინტეგრირებული მდგომარეობიდანო ვირჩენამ ვაკეთებდი ამას წარსულ ყოფილ პლანეტებზე სადაც ჩვენ ვანგრევდით ჩვენ პლანეტას ძველი უხუცესები თავის თავს უწოდებენ დროის კურნალებს რას აკეთებენ ისინი როდესაც პლანეტა ინგრევა რა ემართება სულებსო რომლებიც ამ პლანეტაზე ცხოვრობნენო პლანეტის დანგრევის შემდეგო ისინი აღმოჩნდებიანო დაკიდებულ მდგომარეობაში ეს უხუცესებიო მოგცოვენო დროებით
დროის ხაზსო, მოხსოვენო დროის ხაზსო, სხვა პლანეტასო, რომ ამ სულებას შეძლონ მიგრაცია ახალ პლანეტაზე, რომ გააგრძელონო განსახიერება და გააგრძელონო თავისი ევოლუცია. ასე რომ მაგათმა დაეხმარენ ამ სულებს მიგრაციაში იმით, რომ მოხსოვეს ახალი დროის ხაზი, შექმნეს ახალი პლანეტა და ამ სულებს მისცენ საშუალება თავისი გზა გაიარონ ამ ახალ პლანეტაზე. ლირას სისტემაში, რომელიც იყო დანგრეული, პლანეტები პლეადინური სისტემისა, ორიონი მეორისა, რომლებიც იყო დანგრეული, შემდეგ მალდეკი და სირიუსი B პლანეტებისა, რომლებიც აგრეთვე იყო დანგრეული, ეს ყველაფერი დედამიწაზე. ასე რომ ყველა ეს დროებითი ხაზები თამაშდება აქ დედამიწაზე და ის ყველაფერი თამაშდება ჩვენ ამჟამინდელ დროის ხაზში. ანუ სწორად თქვა დროის ხაზზე. ჩვენ ამჟამინდელი ახლა ამ მომენტში ჩვენ რო ვცხოვრობთ ამ დროინდელ ხაზზე. ჩემი მისიის დასაწყისში 1996 წელს დროის ხაზი, ესე იგი 1996 წლის დროის ხაზიო, უნდა შეცვლილიყო 2012 წლისთვისო. ჩვენ უნდა ჩაგვედო ამ დროების მრავლობითში ვიტყოდე მონაკვეთებზე, ერთი დრო არა ისა დროის ან მრავალი დროების მონაკვეთებზე ის შაბლონები, რაც ესე იგი იმ მოვლენების შაბლონები, რომლებიც უნდა მოხდარიყო ან ადრე უფრო 10 წლით ადრე, ან 10 რამდენიმე წლით გვიან. ესე იგი რაც ბუნებრივად რომ რამე დაუშვათ არის უბრალოდ დავიბენი, დაუშვათ ბუნებრივად უნდა მოხდეს რამე 2010 წელს, ხო? და ამათ უხუცესებს თუ უნდათ რომ რაღაც მოვლენები მოხდეს ადრე, ისინი შაბლონებს დებენ წინასწარ, რომ 5-10 წლით ადრე მოხდეს ეს, მაგალითად თუ 2010 წელს უნდა მოხდეს ბუნებრივად, ამათ ჩადებული შაბლონების დახმარებით ეს შეიძლება მოხდეს სადღაც 2000 წელს, 1999 წელს, ან 18 წელს, ხო? ან გვიან 12-ში, 2013-ში, ან 2014-ში. მგონი გასაგებად ახსენე. ჩვენ ვხედავთ რაღაცებს, რაც მოხდა გვიან, მაგრამ ისინი სინამდვილეში ხდებაო ამჟამად. და ჩვენ ეს შაბლონები ჩავდებითო პირველი მისიის დროსო. ესე იგი, რაც ახლა ხდება, ამის შაბლონები ჩვენ ჩავდებითო პირველი მისიის დროსო. მეორე მისიის დროს კი ჩვენ კორექტირება გავუკეთეთო მათ და განვაახლეთო, დავამატეთო რაღაცეები. და მათ შორის იყო 10 წლიანი შესვენება. ხო, 10 წლიანი შესვენება. და ამ შესვენების 10 წლიან პერიოდის განმავლობაში, ამ 10 წლის განმავლობაშიო, მე ვაკონტროლებდიო და ესე იგი ხარს უჭერდიო, რომ ასე თქვათ ის მონაკვეთი ალბათ არ შეცვლილიყო და ეს მონაკვეთი სწორი გზით წასულიყო, ალბათ. ასე ფიქრობ, ასე გავიგე მე. ნუ ამას აკონტროლებდა ამ 10 წლიან მონაკვეთს ეს ქალბატონი. და როდესაც ჩვენო ისევ დავიწყეთო 2017 წლის ივნისში, ჩვენ 2012 წელი გავიარეთ სწორად. ჩვენ გადავედითო სხვა დროის ხაზზე, რადგან ჩვენ აგვეწია ცნობიერება. დიახ, ხანდახან ახდენენ, ხდება სხვა დროის ხაზზე გადასვლა,
მაგრამ მე მეგონა რომ კი ხანდახან გადაყავთ შეგნებულად გადაყავთ და ეს ხალი ალბომს ეს ქალბატონი ეს სტუმარი მაიკ სალასი რომ 2012 წელს ჩვენ გადავიდით სხვა დროის ხაზზე რადგან მოგვემატაო ცნობიერება ყველაფერი დაიწყო ჰარმონიული კონვერგენციით და გრძელდებოდა შემდეგ ჩვენ მივხვდით რომ ჩვენი შექმნილი შაბლონები ჯერ კიდევ მუშაობენ და ჩვენ გვჭირდებოდა რაღაცის შესწორება და შემდეგ 2017 წელს ჩვენ დავჭირდა ახალი შაბლონების კრებული რომ ეს შაბლონები დავადოთ იმ მოქმედ მოვლენებს რომელიც უნდა განვითარებულიყო ახლა და ეს რომ არ გაგვეკეთებინაო შეიძლება სხვანაირად წასულიყო ყველაფერი ძველი დროის ხაზზე იყო ლიდერის ბოლო დღეები ამ დროის ხაზზე კი ახლანდელ დროის ხაზზე იქნება რასაკვირველია მცდელობა ამ ლიდერის განადგურებისა მაგრამ ამ ლიდერის განადგურება ვერ მოხერხდება უბრალოდ იქნება მცდელობა მაიკ სალა ეუბნება როგორც მე ვარაუდობო მასეთი ხალხის წინასწარ მეტყოლებაო როგორც ედგარ კეისი გორდონი რომ მოხდება უსაზღვრელი ცვლილებები დედამიწაზე წყალდიდობები ფლორიდაში და ნიუ-იორკში და ასე შემდეგ ეს წინასწარმეტყველები არ გამართლდა რადგან კაცობრიობამ რაღაც ხარისხით შეისწავლა ეს სწავლებები ეს შეცდომები გაიარა აითვისა ეს გაკვეთილები შენ ახსენეო ჰარმონიული კონვერგენცია და 2007 წლისთვის ეს არ მოხდა წინასწარმეტყველება არ გამართლდა ის ხაზი დროის ხაზი სადაც ეს ყველაფერი უნდა მოხდარიყო იყო გაუქმებული ჩვენ გადავედით სხვა დროის ხაზზე ხო და 2007 წლიდან 2007 წლის ჩათვლით ეს იყო წლარი პერიოდი და მაიკ სალა ეუბნება მე არ მახსოვს რომ შენ ამ პერიოდის განმავლობაში რამეს თუ აკეთებდიო და ახლა ხან გამოდითო თქვენ პირველ პლანზე რადგან ჩვენ ვიმყოფებითო იმ ეტაპზე როდესაც ასეთი დამანგრეველი მოვლენები უნდა მოხდესო თუ ჩვენ ვერ გავაკეთებთ სწორ არჩევანს ჯელაილა სტარი ამბობს რომ ეს მოვლენა ახლოსაა სამუშაოები მოხდა კატასტროფიული მოვლენებთან დაკავშირებით ამაში იგულისხმება პოლიტიკური და გეოფიზიკური კატასტროფული მოვლენები რომლებიც მოხდა წარსულ დროის ხაზებში დედამიწის წარსულში ადამიანების სხვა სამყაროებში და ეს მოვლენები მოხდა ადამიანების მშობლიურ სამყაროებში ამიტომ იყო ეს ყველაფერი ჩაქსოვილი ამჟამინდელ დროის ხაზში ისე რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამ მოვლენების თავიდან განმეორება და ამჟამად გაკეთებულიყო სხვა არჩევანი აი რაში შედგებოდა ჩვენი სამუშაო ჩვენი მისია ჩვენ სარგებლობთ სიცოცხლით სხვა მხრის ხედვით და გვესმის ჩვენი როლი ამ მოვლენების შექმნაში რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ უკვე სხვანაირად მაგრამ შემდეგ მოქმედებთ როგორც ვიღაცის ხორბლები ამ შაბლონებმა შეაჩერესო კატაკლიზმური მოვლენებიო ასე რომ 2012 წლისთვისო როდესაც ჩვენ ჩამამთავრეთო 2012 წელი ამ წლის ბოლოსთვისო ჩვენ გადავედით იმ ძველი დროის ხაზიდან მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ მოვლენები არ მოხდებოდა ეს ნიშნავდა რომ ჩვენ ამ მოვლენებს მივიყვანდით მინიმუმამდე ჩვენ მათ ჩამოქვეითებთ რანგში ესე იგი შევანელებთო ამ ნეგატიური მოვლენების მოქმედებას
მაგალითად თქვათ 100 ფუტიანი ცუნამი იმ დროისთვის, იმ დროის 200 ფუტიანი ცუნამი შეიძლება დაიკვოს 5 ფუტიან ცუნამამდე. კი, ამან შეიძლება ხა რაღაც ზარალი აჩვენოსო, მაგრამ არა იმდენი, რომ 200 ფუტიან ცუნამს მიეყენებიაო. ფლორიდის დატბორვა არ მოხდება. შეიძლება დაკარგოთ სანაპიროს ნახევარი, 1 ფუტი, 2 ფუტი. თქვენ მას მთლიანად არ დაკარგავთ. თქვენ არ მოგიძლიათ ფლორიდის სტუმრობა წყალქვეშა ნავზე მინის ფსკერით. 2007-დან 2017 წლამდე წლები ეს იყო პერიოდი, მხარდაჭერის პერიოდი ყველაფრისა, რაც იყო ადგილზე. თქვენ გადადიხართო შემდეგ ეტაპზე და რაღაცის დამატება არისო საჭირო. სადაცაა უნდა მოხდესო ეს მოვლენებიო და ეს მოვლენებიო არისო ამ დროის ხაზის ნაწილი და ჩვენ დროზე უნდა დავამატოთ შაბლონები, რომ ეს მოვლენები მოხდესო ცოტა მოგვიანებით. მაიკ სალა მიმართავს ჯელაელას სტალს და ეკითხება, მე ვიციო რომ შენ გავს ინფორმაცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც უნდა მოხდესო წუთი წუთზე. მალე. და რატო არ უნდა დაიწყო შენ საუბარი მაგალითად ამერიკელი პრეზიდენტის მოკვლასთან დაკავშირებით და 2017 წელს 2017 წლის ახალი შაბლონთან დაკავშირებით თქვიო რამე. ჯელაიას სტარი პასუხობს, საერთოდ მე ჩვენ დავალებებს ღებულობ და მე მიჩნდებაო იდეები თუ ეს დავალება როგორი იქნებაო. და 2011 წლის ბოლოს მე მომივიდა იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ დავალებას სამუშაოს, მაგრამ მე არ ვიცოდიო ეს სამუშაო იქნებოდაო. ესე იგი, ეს სამუშაო დაიწყო 17 წელს. ისინი ატვირთავდნენ რაღაც ინფორმაციაზე, ჩვენ უნდა გაგვერკვიაო რა ინფორმაცია იქნებოდაო და რეაგირება უნდა გაგვეკეთებინაო ამ ინფორმაციაზე სხვანაირი. ეს ქმნისო გეგმას ადამიანებისთვისო, რომ მაგათმაც იგივე გააკეთონო და ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რასაც ვფიქრობთო, იწერებაო აკაშის ქრონიკაში. ანუ მასიური ცნობიერების ბადეში. 2017 წლის აგვისტოში ჩვენ გვითხრეს, რომ ლიდერზე მოხდება თავ დასხმა და მე მითხრესო, რომ იქნებაო განმეორება ისტორიისა, ოღონდ უკვე ჩვენ პლანეტაზეო და ეს პერიოდი, ლიდერთან თავდასხმის პერიოდი იყო ერთ დროს მოხდა პლეიადების პლანეტაზე სახელად ევონი. ეს მოხდაო მეორე უდიდესი ექსპერიმენტის პერიოდში დროს, რომელიც ახლა უფრო ახლოსა ჩვენთან დროსთან. ჩვენთან არის ყველაზე მეტი მოვლენების რაოდენობა, რომელიც ხდება ჩვენ დროის ხაზში, იმ დროის ხაზიდან, სადაც ეს მოვლენები, რომელიც ახლა უნდა მოხდეს ჩვენ დროის ხაზში, ოდესღაც მოხდა რა, ოღონდ სხვა პლანეტაზე. და იმ დროში, სადაც მოხდა ის მოვლენები, რაც უნდა ახლა მოხდეს ჩვენ დედამიწაზე, ჩვენ დროის ხაზში, მართლა მოხდა და ლიდერიც მოკლეს. და ახლა ჩვენ დროის ხაზზე უნდა გათამაშდეს ეს ყველაფერი. ხო, და ახლა ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ სამუშაოს, მარტო ჩვენ არა, არის კიდე სხვადასხვა ჯგუფი, რომლებსაც თავისი წილი შემოაქვთ ახლანდელი დროის ხაზის შეცვლაში. და ამ მომენტში, ამ გათამაშებაში, ამ დროის ხაზზე ლიდერი არ იქნება მოკლული, იქნება მცდელობა ლიდერი მოკლან, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ. და ახალ ამბებში თქვენ გესმით, რომ ხდება მკვლელობები. ასე რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ მომენტში, როდესაც ეს მოვლენები კვლელობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს. ისინი შეცდებიან ეს გააკეთოთ, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ. მაიკ სალა ამბობს, რომ მე მგონიაო დონალდ ტრამპი არისო კანდიდატი ამ
თავდასხმისო. ხო, ეს მათ რომ გამოვიდესო, ესო მოახდინდა უპროვოცირება სამოქალაქო ომისაო ამერიკაში. მაიკსალა ამბობს, მაგრამ ტრამპი სავარაუდოდ კარგად არის დაცული, მაგრამ შეცდებიან ის პოლიტიკურად მოკლანო და ციხეში ამოაყოფინო თავი, მაგრამ თეთრი ქუდებიო, ამას ყველაფერს შეარბილებენო ამ მოვლენებს, შეარბილებენო იმ დონემდე, რომ ჩვენ სამოქალაქო ომი არ დავიწყოთ. გელაია სტარი ამბობს, რომ შეიძლება ეს კლელობის ცდილობა სხვა გზით წავიდესო. სხვა გზით მოხდესო უკაცრავად. შეიძლება მოხდეს სხვა ლიდერის კლელობა და არა იმ ლიდერისაო, რომელიც ამერიკაში იმყოფებაო. ეს ცდილობა კლელობისა შეიძლება მოხდესო სხვა ქვეყნის ლიდერებზე. მაიკსალა ამბობს, რომ ახლანდელი ადამიანების უპირატესობა იმაშია, რომ ისინი გაცნობიერებული არიანო, მათ აქვთ ინფორმაცია კაბალაზე, ელიტაზე, თეთრ ქუდებზე და ასე შემდეგ. აგრეთვე ხალხმა იცისო ბავშვების სხოთ შეჭერვაზე, ბავშვებით მონობაზე, ვაჭრობაზე, მას ნიბურელებმა რა მოგიყვეს შენ ამის შესახებ. მე ახლა ვლაპარაკობ არა ენკიდაელილესო და ნიბურელებზე, ახლა მე ვლაპარაკობ უძველეს უხუცესებზეო. ისინი არიანო უდიდესი ისტორიკოსები, როგორც მე მესმის, კატების ცივილიზაცია, კატების ძველი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიანო საუკეთესო ისტორიკოსები. რაც ეხება ბავშვების სუერპოს შეწედვასო, ეს ყველაფერი გაიხსნებაო, გარეთ გამოვაო, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდებაო ნელ-ნელა, თანდათანობით. რომ ადამიანებს მიეცეთო საშუალება ეს ყველაფერი მოინელონო ნელ-ნელა. ადამიანების რთული აღსაქმელი იქნება ინფორმაცია, რომ ბავშვებით მსხობ შეჭერვები ხდება, ბავშვებს ჭამენ, ბავშვებს მონობაში ყიდიან და ბავშვებს ისეთ რაღაცებს უკეთებდნენ. მე ეს ყველაფერი როდესაც გავიგე, ძალიან გამიჭირდა ამის მონელება, დრო დამჭირდა. აგრეთვე რას გეტყვით იცით? თურმე ელიზაბეტი დედოფალი ინგლისისა და მისი გარემოცვა ხშირად ჭამდნენ შემწვარ ჩვილ ბავშვებს. მოიცადეთ. შეიძლება თქვენ ახლა ზოგმა არ დაიჯეროთ, ზოგი კი გაგიჩნდეთ თუ რატომ აძლევენ ამის უფლებას. ხო, ჭამდნენ ჩვილ ბავშვებს. არა, მე კი არ ვიცინე. სამწუხაროდ. მაგრამ როდესაც საუბარია ძალადობაზე ან რამე ასე ვთქვათ მოქმედების ასრულებაზე ბავშვების მიმართ, ამ მომენტში ჩვენ რატომაც გვავიწყდებათ, ჩვენ როგორ ვექცევით ცხოველებს, როგორ ვექცევით ცხვებს, დედამიწას, ბუნებას, გარემოს. კარგი, ყველაფერს თავი დავანებოთ. როგორ ვექცევით ცხოველებს? ჩვენ ხომ ვყიდით ცხოველებს? ჩვენ ხომ ვიყენებთ ცხოველებს რაღაც ტაბაკებისთვის, კვტრის სახელზე, სულის მოსახსენებლად კლავთ მამას თუ მამაკაცი აქვთ არი, კლავთ დედას თუ ქალი აქვთ არი, დგამთ ტაბაკებს, მივდივართ სასაფლაოებზე. 1 წლის შემდეგ საერთოდ წლის თავები კვტრებს არ უნდა აუსრულო, არ უნდა გადაუხადოთ, იმიტომ რომ ის სული წასულია. ზოგი სული მალევე განსახიერდება, ზოგს რო ჭირდება, მაგრამ ყველა მის წასულია წყაროსკენ, თავის საიდანაც მოსული. იქ ესეთი და იკლება 40-ზე
სრულფეხა საქონელი. ვინმეს მამაკაცებიდან მიგიღიათ მონაწილეობა სრულფეხა საქონლის მოკლაში, ღორის მოკლაში. ხო, იცით რომ ჭრიან კისერს, ხო? თურმე ისინი არ ხვდებიან უცებ, თურმე. მათ რო კისერს ჭრიან, თავი ცოტა ხანი ცოცხლობს, ის იხრჩობა თავის სისხლში. ის უცებ არ ხვდება. მე ბავშვობაში კატა ჩავახჩვი წყალში. მესამე-მეოთხე კლასელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არ მესმოდა. მე და ჩემმა მეზობელმა თითო კატა ჩავახჩვეთ ბოჭკაში. და მე ეს რომ მახსენდება, ცუდად ვარ. კი, ჩემი ხელით ქათამზეც წამიცლია რამდენჯერმე თავი. და შემდეგ ცუდად ვიყავი, როდესაც ქათამი ფართხალობდა. ერთხელ კი სტუდენტობის პერიოდში ცოცხალი თევზი მიყიდია. ცოცხალი თევზი ვიყიდე, მოვიტანე, ცოცხალი არა, ახალი თევზი. მე რა ვიცოდი ეს თევზი რომ ცოცხალი იყო. დახტოდა ნიჟარაში. მე საერთოდ თავები არ მიყვარდა არასდროს. არც ქართლის თავი მიჭამია, არც თევზის თავი მიყვარდა და საერთოდ საქონლის თავებიც კი არ მიყვარდა. ხალვადეცი და ხაშიც არ მიყვარდა. შიგანსაც ვერ ჭამდი. თუ იქ რამე სხვა ორგანოები იყო, მხოლოდ შიგანი შემეძლო მეჭამა და კუჭი და გული, გემო არ ქონდა მაგიტო. და ამ თევზს მე რო თავს ვაჭრიდი, ერთი სიკვდილი გავათავე, მეგონა ადამიანს ჭრიდი თავს. საშინელება რასაკვირველია. საშინელება ბავშვებს რომ ჭამენ შემწვას, მაგრამ დედებო, ფეხზიმე დედებო, როდესაც არ გინდათ ბავშვის გაჩენა და აბორტის გასაკეთებლად მიდიხართ, იმ ბავშვს, რომელიც თქვენ მუცელშია, იცით რომ დანის შეხებაზე იმ დონემდე უნდა იმ ნაყოფს სიცოცხლე, რომ დანის შეხებაზე დანის შეტანის დანა რომ შეაქვს, კი კეთდება სხვადასხვა მეთოდებით. ადრე იყო დანით, ახლა არის რაღაც ნაცოწები. მე საიდან ვიცი და მე საერთოდ მაქვს დამთავრებული და პრაქტიკას ხომ გავდიოდი, მოხდი პრაქტიკაზე, როდესაც ახალგაზრდა გოგონას აბორტს უკეთებდნენ და ვიცი. და ადრე იყო ტელევიზორში გვაჩვენეს დანას როგორ გაურბოდა ნაყოფი, სააბორტო ნაყოფი. თქვენ გიყვართ თქვენი შვილები, რომლებიც იბადებიან, რომლებსაც ხედავთ, ძუძუს აწოვებთ, აჭმევთ ძით, მაგრამ იქ მუცელში რომ აბორტს იკეთებთ, კლავთ თქვენ საკუთარ შვილს, იმ დროს ის თქვენი შვილი არ არის? თქვენ ხომ მათ, მე ასეთ ექიმებს ვთვლი მკვლელად. კიდევ კარგი მე გათხოვილი არა ვარ და არც ყოფილ ვარ გათხოვილი და არც გეიტყვით, ახლა შენ რა იცი, დედა არასდროს ყოფილ ხარო. ეს უფრო ახალგაზრდა რო ვიყავი, მიღებული იყო ჩემთვისაც საერთანოზე, სამედიცინოზე სწავლობ, ესე იგი უნდა მიიღო ყველაფერი, ხო რაც კეთდება. მაგრამ დედებო, ის ნაყოფი თქვენი შვილი არ არის? ასე უყურებენ დრაკონიელებიც ადამიანებს. ჩვენც ხომ ისე ვიქცევით, ჩვენც ისე გვექცევია. და როდესაც თქვენ ცხოვრებაში რამე ირევა, რაღაც ცუდი ხტება და თუ თქვენ აბორტები გაქვთ, ერთი აბორტი მაინც გაკეთებული, არ გაგიკვირდეთ რომ თქვენ ოჯახში ან თქვენ ცხოვრებაში რამე ცუდი ხტება. ადრე კარმა მუშაობდა ნელად, წლები გავიდოდა, ან შეიძლება ადამიანი მოკვდარიყო შემდეგ ცხოვრებაში,
მისწევდა კარმა, მაგრამ ახლა ბუმერანგი, ამ კარმის ბუმერანგი ხელად მოვა თქვენამდე. ხო და სანამ შეიცხადიებთ, დედა ეს როგორ, დედა ბავშვებს რას უკეთებენ, რასაკვირველია, შესაცხადებელია, მაგრამ თქვენ იგიც უნდა იმასეც უნდა დაფიქრდეთ, თქვენ მასე არ მოგცეუხართ ვინმეს, თუნდაც ის ცხოველი იყოს, თუნდაც კატა იყოს, ძაღლი იყოს. ამაზე დაფიქრდით. ხო და ეს ჯელაიასტარი ამბობს, ადამიანი ფიქრობს, რომ ერთი სახეობა უკეთესეო, ერთი სახეობა უფრო მაღლადგანაო სხვა სახეობაზეო და გინდაო მე რამე გაუკეთო ამ სხვა სახეობასო. დაფიქრდითო სანამ ამას იზამთო. ასე მსჯელობა შეიძლებაო. დაფიქრდითო თქვენო, რაც უკეთედითო თქვა სხვა სახეობას. ყიდითო ცხოველს, ხომ ხდება გაყიდვები? ცხოველების ხორცი, ცოცხალი ცხოველი მაგალითად თუ ვერ აჭმევ, არ გაქვს საშუალება კვებო, ბევრი ხპო, შენ ყიდი ამ ხპოებს, ართმევ, შენ ძროხა დედას ხპოს, შულს ართმევ. ქათმებს კლავ დავყიდით, ქათმების წიწილებს ყიდით, ქათმების კვერცხებს ყიდით, ყველაფერი იყიდება რა. თავები ცალკე საქონლის ფეხები ცალკე, შიგანი ცალკე. ის კი არა, ცხოველების ძვლებისგან აკეთებენ ჟელატინს, მერე მაგას ურევენ შაქარს და ყიდიან კამფეტებად. მარმელადი, რა არის მარმელადი? საქონლის ჟელე და შაქარი. სისხლის ძეხვები. ხო იყიდება. სისხლიანი ძეხვები. მაგალითათო ძაღლებს კაცრავად წყალი დავლიე და ძაღლებს ატყავებენო. არის მაგალითად ესეთი ქვეყნები როგორც სინგაპური და ამდაგვარი, სადაც ძაღლებს აბრალებენ როგორც ქათმებს და შემდეგ ჭამენ. ხო, როგორც გოჭებს ისე იმაზე ჯოხები რომა სპეციალური ნემსები. მაგაზე წამოაცობენ და წვავენ. მაგალითად არიან ტომები აფრიკაში თუ სად არ ვიცი, თავის ოჯახის წევრებს ჭამენ, კანიბალები არიან. ცო მაგალითად იქანე სიბირიმდე არავინ კვდება, სიბირით რადგან თუ მოხდა ცოლები უფრო ხშირად ხდებიან, ბევრ შვილებს აჩენენ. შემდეგ მოინატრებათ ადამიანის ხორცი, შვილების ჭამა მოუნდებათ. ბევრ შვილებს იმიტომ აჩენენ, რომ შეძლონ მერე მათი ჭამა. გამრალებაც ხომ ასაჭირო. ხო, თუდად არ გახდეთ. და თვითონ დაფიქრდით, რას აკეთებთ. ხო, მერე რა, ქათამია, ღორია, ძროხა. ხო? ხორცი ძალიან გიყვართ? მე დიდი ხანია ხორცი არ მიჭამია. და რამდენი შემთხვევა ყოფილა მაგალითად ორგანოებზე რამდენი ბავშვია დაკარგული. შეიძლება საქართველოში ერთი პერიოდი იყო, საქართველოში ორგანოებზე იწაცებდნენ ხალხს. ეს ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია რუსეთში, საზღვარგარეთ. ხდება ადენოხრომით ვაჭრობა. ეს არის პატარა ბავშვებსაც, ამიტომაც ადენოხრომი არის ნარკოტიკი უცხო პლანეტელებისთვის, მაგალითად დრაკონიელებისთვის, რეპტილოიდებისთვის და
როდესაც ბავშვებს აწამებენ, ამ დროს სისხლში გამოიყოფა ადენოქრომი და ამიტომა ბავშვების წამებას დიდი სიამოვნება მოყვება მათში. როგორ ვექცევით, მაიქსა ამბობს, ჩვენ ცხოველებსო, ნაკლებად გონიერ ცხოველებსო და ქალბატონი სტარი ამბობს და ვინ თქვაო, რომ ცხოველები ჩვენზე ნაკლებად გონიერები არიანო. ჩვენ რადგან მათი ენა არ გვესმის, ეს იმას არნიშნავს, რომ ისინი გონიერად უფრო დაბალდონისით განარიანო. მე მინდა დავამატო, რომ დელფინები და ვეშაპებს უფრო დიდი ტვინი ეს მასა აქვენ, გაბარიტები ვიდრე ადამიანებს. ისინი არიან ადამიანებზე მეტი გონიერები, ოღონდ ადამიანური ხმით ვერ ლაპარაკობენ. და ქალბატონი სტარი ამბობს, როგორ ექცევიანო ადამიანები ერთმანეთს. რაც უკეთებენო ერთმანეთს. ქალბატონი სტარი ეკითხება მაიკლს, შენ ამბობო, ეუბნება მაიკლს, შენ ამბობო, რომ ჩვენ ვართ სხვა სახეობის სხორპიო, მაგრამ განაჩვენო არ ვართ ბოროტების წყარო ჩვენი სახეობის მიმართ და მაიკლს ამბობს, რომ განდი, ახსენა განდი, მაჰათმა განდის ცხოვრება ჩემთვისაც ნაცნობია. მე მაქვს მისი წიგნი, მართალია დატოვის დროს ბევრი წიგნი გადამეყარა. რამდენი წიგნი მაქვს გადმოტანილი მამაჩემის აფხაზეთიდან და ორჯერ მაგრა დავიტყორე. არ გამართლეს რომ აქ იტყორებოდა მაგარი წვიმის დროს. სულ სოლდებოდა იატაკი. ხო და სადაც ქირავობ ოთახს, ის ოთახი ყველაზე პატარა ოთახი არჩია და მესამე წვიმა შეწყდა, თორემ მესამეთას დავიტყორებოდი. კი წინა წიეს აქ რომ წარი არ შემოსულიყო, მაგრამ გვერდიდან იქანე თხრილია და როდესაც მაგრა დაწვიმს, გზას პოულობს წყალ და კინაღამ დავიტყორი. კი წყალი შემოვიდა, მაგრამ იმდენად არ დაუტყორია, შუაში დადგა მარტო. ხო, მაჰათმა განდის წიგნი მაქვს საკითხული მე, თუ როგორ იბრძოდა იგი. და მაგით ამ პრინციპით მოქმედებდა. ჩვენ როგორ ვერცევითო ერთმანეთს, ისე გვექცევიანო ჩვენ ინგლისელები. და მან დაითანხმა ხალხი, რომ იარაღი არ აიღოთ ხელში. და გაიმარჯვა და განდევნა საკურველია, ეტყობა პაკისტანი და ინდოეთი იყო შეერთებული. ისინი ძველად იყვნენ ცალსაკე ქვეყნები, ცალკე ინდოეთი, ცალკე პაკისტანი. და ისინი ეტყობა იყვნენ შეერთებული. მე არ ვიცოდი ისინი თუ ადრე იყვნენ ცალსაკე სახელმწიფოები. შემდეგ ეს მე შემთხვევით გავიგე და როდესაც არეულობა მოხდა, ეს მაჰათმა განდი რევოლუცია, უიარაღო რევოლუცია მოახდინა, ინგლისელებმა მიმართეს შურისძიების გზას, გააყო ინდოეთი ორად, მუსულმანური ინდოეთი გადმოვიდა პაკისტანში საცხოვრებლად და თუ პაკისტანში იყვნენ ინდუსები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, მაგალითად დატოვეს პაკისტანი და გადმოვიდნენ ინდოეთში. ბევრი სისხლი დაიხარა. მაგ დროს ძალიან ბევრი. უნდა თქვით ახლა, რატომ იხურება სისხლი? ერთმანეთის სისხლით ჩვენ და რომელი ჩვილი ბავშვის სიცოცხლეზე აქვს საუბარი, ხო? ან ადამიანის მონობაში ჩავარდნის სიცოცხლე. დასაკურველი არა. высоком уровне всегда является отражением угнетения, которое вы осуществляете по отношению к окружающим вас людям. Так что я думаю, что это очень важный принцип. И каков был результат? Каков был результат? Верно, ну Индия. Они завоевали свою свободу. Именно так. Они получили свою свободу. Они были единственными, кто... მაპატიეთ თავს მოვიქავე, მეგონა გავთიშე ვიდეო, თავი ახალი დაბათილი მაქვს, გუშინ დავიბანი თავი დატანი, უბრალოდ ალერგიას მაძლევს, დიაბეტი რომ აქვს, შაქარი მაძლევს ალერგიას, უკაცრავად დიდ გიხდით. და ქალბატონი სტარი ამბობს, რომ განდი მოახდინაო ინდოეთის განთავისუფლება. ყველაფერი უნდა მოხდესო არაძალადობრივი მეთოდით და ჩვენ ამიტომ მოვედითო და ამიტომ განვალაგეთო ეს ბადეზე ეს შაბლონები, რომ ყველაფერი მოხდესო არაძალადობრივი მეთოდებით.
მაიკ სალა ეკითხება ქალბატონ სტარს. იყო ასეთი საუბარიო ლაპარაკიო, რომ 5 ჯუს დახმარებით უნდა გაენადგურებიათო კაცობრიობის მესამედი. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? არისო თუ არა ეს გეგმა რეალიზაციის სტადიაში? თუ ეს გეგმა იყო გაუქმებული? ქალბატონი სტარი ამბობს, რომ ეს არ მოხდება. თეთრმა ქუთებმა ჩაიგდეს თეთრმა ქუდის თეთრი ქუდის წარმომადგენლებმა გაიგეს ამის შესახებ, ხო იმ ესე იგი 5G-ის კოშკების დახმარებით, რომელსაც ისინი აშენებდნენო, რომელიც ათქვევებდაო სიხშირე 60 გიგაბაიტსო, ამ დონეზე ამდენი ამხელა სიხშირე 60 გიგაბაიტი არ ღვევსო ფილტვების უნარს აითვისოსო ჟანგბადი და ადამიანები იხჩობოდნენ იქნება. ეს გეგმა იყო შეჩერებული, რადგან მათ სინამდვილეში ჩაუვარდათ ეს კოლოფები, რომლებიც იყო დაყენებული 5G-ის კოშკებზე და რაც აძლევდა საშუალებას მათ სიხშირების მოდულირებასი 420 გერცამდე, რაც სინამდვილეში არის სამკურნალო სიხშირე, ესე იგი 5G ეს კოლოფები, რომელიც იყო დაყენებული კოშკებზე, ამ მობილური ქსელების კოშკებზე, 60 ისინი აღწევებდნენ 60 გიგაბაიტს გერცს, მაგრამ თეთრმა ქუდებმა ეს კოლოფები ისე გადააკეთეს, რომ მაგასთან დაიწყეს გამოსხივება 420 გერცისი, ეს გერცი კი მოქმედებს სამკურნალოდ. ამ გერცს 420 გერცს აქვს სამკურნალო თვისება. მაიკ სალა ამბობს, რომ სიღრმისეულ თავრობას გონიო დაუთავდაო გამოსასვლელი კარტებიო. მან მოსინჯაო ყველაფერი, რომ ხელისუფლება არ გაეშვა ხელიდან, ძალაუფლება არ გაეშვა ხელიდან და ბოლო კარტი, რომლის ესე იგი გამოყენებას ცდილობს, ყალბი უცხოპლანეტარული შემოჭრაა. ან ყალბი მიწიერი შემოჭრა კრიპტოვალუტის დახმარებით, რა დროსაც ბევრი ხალხი იქნება მოკლული ამ ყალბი უცხოპლანეტელების მიერ. შენთვის სხვა არ უთქვიათ რამე ამასთან დაკავშირებით გაქვს რამე იდეები? ქალბატონი სტარი პასუხობს, დიახ, 2005 წელს ჩვენ დავაყენეთ შაბლონები ამასთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი კონტაქტის შაბლონი და ჩვენ გავაკეთეთ ჩანაწერი. ამის ისა ეს იყო ერთ-ერთ სემინარზე კოლორადოს შტატში, კოლორადო სპრინგსში, ნორადოს ქვეშ. ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდი, როდესაც ამ სემინარზე მიდიოდი, ჩვენ გვეგონა, რომ ეს იქნებოდა გალაქტიკის ისტორია, მაგრამ ეს სხვა ინფორმაცია გამოჩნდა ამ დროის ხაზზე. რადგან თუ შეგიძლიათ გახსნათ დროის ხაზი და ჩატვირთოთ ინფორმაცია. ხო, ეს ყველაფერი უნდა მოხდარიყო და ეს მოხდა გრანდიოზული ექსპერიმენტის პერიოდში, პლეიადიონ სისტემაში. იქ იყო ჯგუფი ანდრომედიდან. ეს იყო ძველი ომის შემდეგ ანდრომედაზე. ისინი იყო ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შექმნეს რეპტილიების მიერ, რომ ემართათ თავიანთი მონური კოლონიებით ანდრომედის სისტემაში. ეს არის დიდი ნაწილი გალაქტიკური ისტორიისა და მაგათმა გაიმარჯვეს. ისინი იყვნენ ერთადერთი ესე იგი რასა, რომლებმაც თავისი პატრონები ჩამოაგდეს, ესე იგი რეპტილიები გარეკეს, ხო, და ის რასა იყო ყმაყოფილი, რომ თავისუფლება მოიპოვეს, მაგრამ მათ ყავდათ ახალგაზრდა ხალხი, რომლებიც იყვნენ თვით ესე იგი რობოტები და მათ შეეძლო თვით აღდგენა და მათ გადაწყვეტეს გაენადგურებიათ ყველა ორგანული სახეობები, რის შემდეგ მათი გაგებით არ დაემუქრება საფრთხე არავისგან და ისინი შეხვდნენ ადამიანურ სამყაროს. ეს იყო ამ პლანეტის ბოლოს და მათთან შეთანხმება დადეს, რომ ამ პლანეტას გადააკეთებდნენ თავის სახლად
და დახმარების სანაცვლოდ პლანეტის მეფეები, პლანეტის უფროსები უნდა ჩამოიგდოთ და ისინი გახდებოდნენ ანდრომენული ალიანსი. და ისინი მოფრინდებოდნენ დედამიწაზე, ისინი გამოიყურებოდნენ იქნებიან როგორც ადამიანები და ისინი თან მოიტანდნენ ტექნოლოგიებს, რომლებიც გადაარჩენენ ადამიანებს ავადმყოფობებისგან, რომლებიც დედამიწაზე გაჩნდებოდა და ადამიანები ჩადგებოდნენ რიგში ამათთან დახმარების სათხოვნელად ამ უცხოპლანეტელებთან და ჩვენ გაგვარცხილეს, რომ არავის გამყოლოდით, ვისაც ისინი აჩვენებდნენ პირველი კონტაქტის სახით, მათგან რაც შეიძლება შორს გაიქეცითო, რადგან მათი გეგმა არ შედგება იმაში, რომ ჩვენ ადამიანებს დაეხმარონ, მაგრამ მათი გეგმა შედგება იმისგან, რომ ჩვენ დაგვამონონ. ეს იქნება ბოლო კარტი. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მათი დამონება სხვა მეთოდებით, ამბობენ ისინი, მას ჩვენ მოტყუებით გავაკეთებიებთ ამათ. აი ამაში შედგება ეს მოვლენა ამ დროის ხაზზე. ჯერ ეს მოვლენა არ არის ჩამოწერილი დროის ხაზიდან, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ ამ ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანის რობოტებს, რომლებსაც გარეგნობა აქვთ ადამიანური, არ გამოუვათ არაფერი. ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას, როგორც მაგათმა ვერ შეძლეს პლანეტის დამონება ვაქცინის დახმარებით, რადგან ყველას არ გაუკეთებია ეს ვაქცინა. საკვარისი ხალხმა, ესე იგი, გამოიღიზა საკმარისმა რაოდენობა ხალხისა და მაგათმა არ მიიღო ეს ვაქცინები. მაიკ სალა ეუბნება ქალბატონ სტარს, რომ გაფრთხილებები, რომლებიც თქვენ მიიღეთო, კატების, დრაკონიელების, გვამის მჭამელების და იქაური ადამიანებისგან, ფრინველი ადამიანებისგან, პირველი კონტაქტი, რომელიც შედგება დედამიწაზე, მათ, ესე იგი, მისი ამ კონტაქტის ცივილიზაციის წარმომადგენლები გამოიყურებოდნენ იქნება როგორც ადამიანები, მაგრამ მათ არ უნდა დაუჯეროთ, მათგან თავი უნდა დაიჭიროთ შორს და მათ უნდა გაუფრთხილდეთ. ხო, ისინი შეცდებიანო, ესე იგი, ჩვენ მოგვატყუონო და მიგვაღებიებენო სიტუაციას, რომლის დახმარებით ისევ დაგვიმონებენო. ქალბატონი სტარი ამბობს, მართალიაო, ისინი გამოიყურებოდნენ იქნებიანო როგორც ანგელოზები, ისინი გამოიყურებოდნენ იქნებაო როგორც ადამიანები, მათ ექნებათ ღიაფრის თმა, ცისფერი თვალები, ისინი გავდნენ იქნებიან ჩვენ. მაიკ სალა ეკითხება, მას როგორ უნდა გაარჩიო ნამდვილი ადამიანი ხელოვნური ინტელექტისგან, რომელიც არის ადამიანურ სხეულში, რობოტი. ქალბატონი სტარი ამბობს, რომ ამათ ისინი გარეგნულად, ეს რობოტები გარეგნულად კი გავარიანო ჩვენ, მაგრამ მათ არ აქვენო სულები. ქალბატონი სტარი ამბობს, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენ სულთან, თქვენ მაღალმესთან კონტაქტირება, მაშინ თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ რობოტების განსხვავება ადამიანისაგანო. აი რატომ მოგცნენო მაგათმა ჩვენ დნმ-ის პერეკადიროვკა და უნდა აღადგინონ 12 ძაფი. ხო, და ეს ყველაფერი აღიდგენ თქვენ ექსტრასენსორულ უნარებს და თქვენ შეძლებთ შემდეგ სულის ნახვას, აურის ნახვას, იმიტომ რომ ცოცხალ ადამიანს აქვს აურა, თუ სული აქვს და თუ ის რობოტია, მას აურა ვერ ექნება თავისთავად. და მოდი ჩვენ ახლა ამაზე შევჩერდეთ.